მოგესალმებით შტაბში და შტაბიდან. ვაგრძელებთ ჩვენი შეხვედრების სერიას. დღეს ვისაუბრებთ უკვე დღესდღეობით აქტუალურ თემაზე. დაიწყო საუბრები კარვებზე და კარვების დადგმაზე და გვინდა ამას შევეხოთ. რა პლუსები შეიძლება გქონდეს, რა მინუსები აქვს და საით მიდის პროცესები კარვები თან კარვების გარეშე, ხო? გიო მელაძე, ლუკა წულაძე, შტაბი და დავიწყოთ. სალამი გიო. კარვები. სალამი. ხო, კარავი რას ნიშნავს, ხო? რამდენჯერ თავშეყრის ადგილი რას ნიშნავს? ხო, ზოგადად რა, ანუ ეგ იდეა, კონცეფცია რა არის? ძალიან პოპულარული გახდა, ხო, უკრაინის აი ამ ნარინჯისფერი რევოლუციის ფონზე ეს კარვების ქალაქი. კიევში შექმნეს პირველად, გაგრძელდა თვეები. უამრავი ადამიანი მხარს უჭერდა ამ კამპანიას, ამ ინიციატივას, იქ იყო, ვთქვათ, საკვებით მომარაგება, სანიტარიის დაცვა, უსაფრთხოების დაცვა, პოლიტიკური რაღაც განაცხადის გაკეთება, ხო, პერიოდულად პოლიტიკური ფორუმის შექმნა და საკმაოდ ესეთი ცოცხალი პროცესი იყო რა ეს კარვები და ну რაღაცა დრო ეს გაგრძელდა და ყოველთვის ახასიათებს ესეთ ვთქვათ ბანაკის მოწყობას, ეს არის ბანაკი. და მას თავის ცხოვრება აქვს, თავის ცხოვრების წესი აქვს და თავის მიზნები აქვს, ხო, რაღაცა მიზნები, რომლის მიღწევაც გინდა. აი ძალიან მოკლედ ესეთი აღწერა კარავი ეს არის რა, მე რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იქ ღამეების თენებას, ეს ნიშნავს რაღაცა ადამიანების ცვლას, იმიტომ რომ ნუ რამდენი ხანი იცხოვრებ ქუჩაში, მაშინ კარავში, ხო, ერთი ადამიანი ბუნებრივია, რაღაცა დროს გჭირდება დასვენება, შენ რომ მიდიხარ, სხვა უნდა მოვიდეს და ეს თან არ უნდა იყოს სამი კარავი, ხო, იმიტომ რომ რაღაცა სამ კარავს, რა ვიცი, რა ეფექტი აქვს, რომ ანუ ვის შეაშინებ. უნდა იყოს ბევრი, ხო, მაგალითად, რა ვიცი, 1000 კარავი, აი 1000 კარავი არის მიახლოებით 2000 ადამიანი, ხო, 3000 ადამიანი მუდმივად ქუჩაში, ეს ნიშნავს, რომ კიდე უნდა იყოს ერთი 10000 ადამიანი, რომელიც ორ დღეში ერთხელ ცვლის, ანუ სადღაც ერთი 10000 ადამიანი მარტო კარავშია, მაგრამ პლუს ამას გარშემო ხო ჭირდება, უსაფრთხოება ჭირდება, მომარაგება ჭირდება, ანუ 15000 ადამიანი ფიზიკურად ასრულებს ამ ამბავს და ამას ახლა წარმოიდგინე, ჭირდება რაღაცა რამხელა მხარდაჭერა, ხო? ვთქვათ, საკვებია, თუ სასმელია, წყალი, ელემენტარული წყალია, ხო? თუ შეიძლება ვიღაცას თავით კიოდეს წამალია და შეიძლება ვიღაცას პულსი ქონდეს ჩქარი და რაღაცა ექიმის დახმარება დაჭირდეს და ასე შემდეგ რა. ხო, ანუ პატარა ქალაქია, ბანაკია. ეს არის პატარა სოფელი, ეს არის სოფელი, რომლის ბიუჯეტი შეიძლება დღეში იყოს სადღაც 30000 ლარი. თავისუფლად 40000 ლარი. აი მე რატო დავიწყე, იცი, ესე იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვიწყებთ რაღაცაზე ლაპარაკს და მათემატიკა და რიცხვები არ გვყვარს საქართველოში და ეგრე არ გამოვა ან რაღაც ჰაერზე, რაღაცა ეს ემოციურ ფონზე, თქვათ, რაღაცეების ფიქრი, ხო? წინა ვიდეო თუ ჩავწერეთ ჩვენ რომ სამოქალაქო მოძრაობა, სამოქალაქო კამპანია არის რეალურად შესანარჩუნებელი, გადასარჩენი და გასაძლიერებელი, სამოქალაქო კამპანია და სამოქალაქო ასე ვთქვათ, მოძრაობა ტუალეტის ქაღალდი არ არის. რომ როცა გინდა მოიხმარო და მე გადააგდო, გამოცვალო და ახალი იყიდო რა. და რაღაცა ეს დამოკიდებულება გჭირდება ცოტა უფრო მეტად სერიოზული ყველა იმ პროცესის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩართულია. არა პარტიული, ასე ვთქვათ, სტრუქტურიდან რაღაც პროცესში, არამედ ნებაყოფლობით, როგორც აქტიური ამომრჩეველი და თვითონ ცდილობს რაღაცა გააკეთოს, როცა ხედავს, რომ სხვა არ აკეთებს ამას. ასე რომ ეს, ასე ვთქვათ, რიცხვები ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ ბევრი რამე მათემატიკაა. მათემატიკის გარეშე ასეთ პროცესებზე ფიქრი, ან უბრალოდ ეს არის თვითიმედოვნება, რაღაცა ბავშვური გულუბრყვილობა, ან ნუ რაღაცა ბოროტი განზრახვა, რომ უფრო გაფუჭდეს, ხო, რაღაცა. ამიტომ
კაროებზე თუ ვლაპარაკობთ რიცხვებზე. მოდი, ჯერ რიცხვებამდე მე მინდა, ზოგადად კაროების მნიშვნელობა. შენ უკრაინის მაგალითი აღწერე, მაგრამ ჩვენთანაც საკმაოდ ესე დამკვიდრებული იყო ეხლა ეს პრაქტიკა, კაროების პრაქტიკა, ჯერ კიდევ 90-იანებში. მე ეხლა გრეჩიხას რო ეს ქონდა საკნები. პრინციპში ეგეთ კაროების ქალაქი იყო, უბრალოდ შეჭედილი იყო რაღაცა არმატურებით, რა. თორე ეგეთ კაროების ქალაქი იყო. ხო? ამის მერე კიდევ იყო აი 5 ივლისს რო დაარბიეს, ხო, ეს არ იყო კაროების ქალაქი, მაგრამ იყო კაროები და ერთ-ერთი მიზანი, აი ამ ალტიფორს შემოვარდნის, აი თავისუფლებაზე ვითომ რო რაღაც უმცირესობებს დაარწეს, სინამდვილეში ეგეც იყო, რომ ეს კაროები აელაბა, რა. ზოგადად კაროების დანიშნულება, ამ კაროების ქალაქის დანიშნულება, სწორად თქვი შენ, რომ არის ბანაკი და გამოდის, რომ ბანაკს აწყობ მოწინააღმდეგესთან ახლოს, სადაც მუდმივ რეჟიმში იმყოფება გარკვეული რაოდენობით ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწრაფი რეაგირება დახმარების მოსვლამდე. ოღონდ ამ ყველაფერს აქვს, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ლოჯისტიკა, დაცვა და შემდეგ მთავარი რაღაცა. აი ეს მორალური ფაქტორი, როცა თუ ხელისუფლება ან მოწინააღმდეგე იმარჯვებს ან შენი ძალები მიილევა, ასე ვთქვათ, ვეღარ ავსებ ამ კაროებს, ხო? აი ამ კაროების ქალაქის დაშლა და აღება უკვე აღიქმება დამარცხებად და პროცესის დასასრულად. ანუ კაროების დადგმა და შემდეგ ამის აღება უკვე მორალურ დემორალიზებას. ისა ბოდიში, მაგრამ ლოგიკური არ არის, რომ ეგრე აღიქმებოდა ეს უყურე, შენ ყავს მოწინააღმდეგე. შენი მოწინააღმდეგე ცუდია. ჩვენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი დღეს მიღწეული გვაქვს. ქვეყნის შიგნით ყველა მიცის რომ არჩევნები გაყალბდა, ქვეყნის გარეთ ყველამ დაინახა რომ არჩევნები გაყალბდა, ეხლა EUTHOS საბოლოო დასკვნას ველოდებით, რომელსაც დრო ჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება, იმიტომ რომ ამ დასკვნაზეა ჩამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოების მერე კიდე, ასე ვთქვათ, ერთსულოვნება ამ საკითხის გარშემო, თუმცა უკვე ბევრი აქტორი უკვე ღიად ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა გავიდეს და EUTHOS დასკვნა ამას აკეთებს. ასე რომ სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ჩვენთვის მიზანი ეხლა მთავარი, რომ ლეგიტიმაცია გამოეცალოს ამ არჩევნებს, ეს მიზანი აქ არსებობს, ხო? და ამ მიზნისკენ მივდივართ. კარავს როცა დგავ, ხო, ესე იგი შემდეგი ნაბიჯს როცა დგავ, შენ უკვე აფიქსირებ, რომ შენ მზად ხარ ინტენსიური ბრძოლისთვის. ანუ ის კი არა, რომ შენ მოწინააღმდეგის იდენტიფიცირება მოახდინე, არა, უკვე ინტენსიური ბრძოლისთვის ხარ მზად რა და ამ ფაზაში შეხვედი. ხო, ალყას უკეთებ. თუ არ ხარ მზად, რატო აკეთებ? უნდა გადაუჭრა ლოჯისტიკის. უნდა თუ აკეთებ ამას და ბრძოლას თუ ბრძოლას იწყებ, ეს ბრძოლა უნდა გაიყვანო. ეხლა საქართველოს გამოცდილებას რო დაუბრუნდეთ კარობთან დაკავშირებით, ძალიან უმეტესი შემთხვევა კი არა, ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ კაროები არ იყო მზად არც ერთი ტაქტიკური მიზნის მისაღწევად. მაგალითად, ვითომ ჩავკეტეთ პარლამენტი, რამდენჯერ ჩავკეტეთ, გვირაბებიდან შეგვეპარნენ, გაგვეპარნენ, ანუ ეს იმდენად რთული ამოცანაა საბჭოთა საქართველოში, სადაც ეს რისკები თავის დროზე დათვლილი იყო, ხო? რომ ვიღაცა ამას გააკეთებს, ვიღაცა ამ შენობის ბლოკირებას მოხდეს, შეიქმნა მერე ეს გვირაბების სისტემები, ანუ ამასთან ესე მარტივად კაროებით დაპირისპირებას აზრი არ აქვს. მე მგონი ამას უკვე ყველა ვხვდებით. ანუ როცა კარავს დგამ რაღაცა სიმბოლურად გამოხატავ, ხო? შეიძლება. კიდე რომ სიმბოლურად გამოხატო. მაგრამ არასწორი ფორმაა თუ სიმბოლურ გამოხატვისთვის აკეთებ. იმიტომ რომ უფრო მეტს კარგავ, ვიდრე იძენ. სიმბოლურად ბევრი სხვა რამე შეგიძლია გააკეთო. სადაც პირდაპირ ბრძოლის განაცხადი არ არის გაკეთებული. და თუ ბრძოლის განაცხადი არ არის, შესაბამისად, დამარცხების ეფექტიც ნაკლებია, ხო? ანუ დამარცხების ეფექტი საზოგადოებაში არ აქვს. ასე მარტივად რო ვთქვათ, თავს არ იბანძებ, ხო? ხო, ამიტომ სამოქალაქო აქტივიზმში მთავარი რა არის? გააკეთო ის, რაც შეგიძლია. თუ არ შეგიძლია და იმის კეთებას იწყებ, თავს იბანძებ.
ანუ თავს წარმოაჩქენ სუსტად და სუსტი როცა ხარ, აღარ ახარ მიმზიდველი უკვე, ანუ გეშლება ეს შენი ნებისმიერ ყველა და საქართველოში ძალიან სუსტი ორგანიზაციები გვაქვს და ეს სუსტიც იშლება და ნუ ფაქტიურად კლავად გრძელვადიანი დეპრესია, მე გრძელვადიანი ისევ ვთქვათ ამ დეპრესიიდან გამოსვლის მომენტი და ხელახალი შენება და ასე შემდეგ. მე ამიტომაც ვარ დღეს კარვების წინააღმდეგი და ვფიქრობ, რომ ამისთვის ჩვენ მზად არ ვართ. ვინც ამბობს, რომ კარავი უნდა დაიდგას, იმას არ აქვს წარმოდგენა ქუჩის დღევანდელ რეალობაზე, სტრუქტურაზე, მოქმედ იქ რა ქვია, ჯგუფებზე და მათ შესაძლებლობებზე და ეს არის ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება დღევანდელი რეალობის მიმართ და მე მგონი ამას არ უნდა დავეთანხმოთ, არ უნდა ჩავყვეთ და მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის შესახებ ბევრს უთხრათ, ესე იგი, რასაც თქვათ, აი, აწონ-დაწონვის ეს მექანიზმები, ხო, გაანალიზების მექანიზმებზე ველაპარაკოთ, იმიტომ რომ თავარი არის სამოქალაქო წინააღმდეგობაში, თავარი არის აზროვნება. ეს არის პირველი. ჯერ აზროვნება, მერე მოქმედება. აი, ამ ლოგიკას დღეს თუ დავარღვევ, ეს ჩვეულებრივი ამბავი კი აღარ იქნება. ეს არის უკვე რეალურად დამღუპველი ამბავი. მართლა დამღუპველი, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს ექსპერიმენტების, მე მგონი უკვე დღეს რესურსი. ეს არის რეალური პროცესი, რომელშიც ჩვენ არჩევნები წაგვართვეს და ეხლა აი ამ რეალობის პირობებში უნდა ვცადოთ და გავიაზროთ კამპანია, რომელიც ამ ყაჩაღობას დაასრულებს. ეს არ არის ქურდობა, ეს არ არის მოპარული არჩევნები. ეს არის დაყაჩაღებული არჩევნები. ტერმინიც მნიშვნელოვანი არის, სწორად შევარჩიოთ. და აი ამას ეხლა უპირისპირდებით და ამას არ ვიცი, მე არ მგონია რომ ეს ერთ დღეში გადალახვადი პრობლემაა, ამიტომ უნდა მოვემზადოთ, ხო? ხო, დაყაჩაღებულიც არის და თქვა ჩემი აზრით მძევლებიც არსებობენ, პრინციპში ჩვენ სულ არ მძევლები და ქვეყანა არის მძევალი, იმიტომ რომ გვეუბნებიან რომ ნაბიჯი იქეთ, ნაბიჯი აქეთ და აი რაღაც ძალიან ცუდი მოხდება. კარგი, თუ კარვები არა. ანუ თუ კარვები არა. მე არ მგონია, ანუ ზოგადად აი ამ ხელისუფლებასთან წინააღმდეგობაზე როცა ვლაპარაკობ, კონკრეტულად ამ ხელისუფლებასთან და ყოველთვის მაქვს ხოლმე ისეთი შთაბეჭდილება, რომ თუ გინდა მასზე ზემოქმედება მოახდინო, რაღაც ბევრად უფრო პრაქტიკული დანაკარგების წინაშე უნდა დააყენო ამ მოლოდინის, ვიდრე უბრალოდ რაღაცა მორალური რაღაც არჩევანის წინაშე. ან ისეთი მორალური არჩევანის წინაშე, რომ აი მეზობელი რაც იტყვის, ან პარტნიორი ქვეყანა რაც იტყვის და ასე შემდეგ. ამათ ეგ ფეხებზე კიდეთ. ამათვის მნიშვნელოვანი არის რესურსი შემოვათ თუ რესურსი მოაკლდება. აი ჩემი აზრით ამაზე ზემოქმედების საშუალება ზოგადად არის, რომ აი ამ მათემატიკურ, რა ვიცი, ეხლა ცოტა ასე ვთქვათ, ბიზნესმენურ ვაჭარი არ მინდა რომ ვიხმარო, მაგრამ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ, რას დაკარგავს და რას მოიპოვებს. ის თვითონ თავისი შეხედულებით, რა და თუ შეგვიძლია აი ამ არხების გადაჭრა, რისი იმედიც აქვს და საიდანაც შემოდის ეს რესურსი, მაშინ უნდა მივმართოთ, ასე ვთქვათ, ძალა და ენერგია აი კონკრეტულად ამ არხების გადაჭრისკენ. მე მაქვს რაღაც იდეა, მაგრამ მე მგონია რომ ეს ესკალაციის ზოგადად, ანუ მე მაქვს იცი როგორ რაღაც არის. მაგრამ აი რაღაცა ესკალაციის უფრო მაღალ ხარისხზე გადაყვანა, მაგრამ თუ ჩავთვლით, ზოგადად ჩავთვლით, აი ქვეყანასაც კარგავთ, მომავალსაც კარგავთ და არა მარტო ჩვენი შვილებიც კარგავენ და უკან დასახევი გზა არ არის და სხვა იმედი აღარ არის. მაშინ აი უკვე აი ესეთ რაღაცებზე მოგვიწევს ფიქრი ან გაჟღერება და ასე შემდეგ, რა. აი ხა იცი როგორი რაღაცა არის, მოდი თუ კარვები არა, მაშინ რაღაცა უფრო დიდი როგორ შევქნათ, აი ეს დავინახე შენს ეხლა იმაში, რა ქვია, ხო, ანუ შენ სისტემაში, რომელიც ეხლა წარმოგიდგინე რა. არის საწირო. ანუ ხო, და უყურე, მე მგონი აი ეს მეგა პროექტებზე ფიქრი
უნდა ცოტა ხნით დავივიწყოთ. იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ რა არის ეს მეგა პროექტები, ხო? ეს არის სანქცირება, დელეგიტიმაცია საერთაშორისო, ეს არის რა ვიცი, მე რაღაცა შეიძლება ქვეყნის შიგნით დიდი რაღაც პოლიტიკური კრიზისი და ასე შემდეგ. მოდი ცოტა ხანი მეგა პროექტები დავივიწყოთ, წარმოვიდგინოთ ახლა რეალურად სად ვართ, სად ვიმყოფებით, ახლა ვართ ძალიან რთულ ვითარებაში და ცადოთ დავინახოთ ახალი ხედვა. მეგა პროექტები ვიცით, მაგრამ მოდი სხვანაირად შევხედოთ. მე მაგალითად გაცილებით ეფექტური მგონია ეს პატარა ტიპების ეფექტი დიდ ანაკონდაზე, ვიდრე ახლა დიდი მონადირე, ან მონადირეთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ამ ანაკონდის მოხელთებას რა. წარმოვიდგინოთ თვითონ დიდი ბევრი მონადირე ცდილობს ამის მოხელთებას. ბევრი მონადირე დღეს არ არის, ვინც ანაკონდას მოიხელთებს. დღეს შეიძლება შევქნათ პატარ-პატარა ჯგუფები და ვცადოთ, რომ დავასუსტოთ მონსტრი. მონსტრის დასუსტება დღეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიად ჩანს, ვიდრე რაღაცა ეს წარმოსახვითი ვთქვათ რეალობა, რომ მოდი ერთი ხმლის ერთი მოქნევით მოვჭრათ თავი, ხო? იმიტომ რომ ამდენი ხანია ჩვენ ვცდილობთ ამ მეგა პროექტებით მუშაობას, აზროვნებას. ფაქტია, რომ ეს მეგა პროექტები დიდ წილს იკავებდა ყოველთვის კამპანიებში და კი შეიძლება რაღაცა შედეგამდე მივდიოდით, მაგრამ საბოლოოდ ფაქტია, რომ დავმარცხდებოდით. და ეხლაც ამ ეტაპზეც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მან გაბედა და 54 დაიწერა. ეს ყველას მარცხია, ვინც უმრავლესობაში, ანუ ვინც რეალურად ეხლა საქართველოს მასშტაბით, ვთქვათ, საქართველოს მასშტაბით 60-დან 65%-მდეა ოპოზიცია. თბილისში 70%-ია ოპოზიცია. მარცხია, როცა 54-ს გიწერს და ცდილობს, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს ძალით, მაგრამ მას აქვს, თქვათ, ამ ძალის გამოყენების რესურსი, ეს ძალაც აქვს ახლა ამ ეტაპისთვის და შეიძლება იმასაც გეუბნება და პირდაპირ გაშინებს, რომ ვიღაცისგან მოვიხმარ კიდე და დავიხმარ გარედან კიდე ძალებსო, ანუ ამაზე წამსვლელიც არის, ამიტომ ჩვენ დღეს ახლა მეტი სიფრთხილით უნდა შევხედოთ, მე მგონი ამ ვითარებას და ვცადოთ გრძელვადიანი პატარ-პატარა ჯგუფებით მონსტრის დასუსტების სტრატეგიის წარმოდგენა, ვიდრე აი ერთიანი დავიღმულეთ და ვეცით, ხო? ნუ მე მგონი ეგ სტრატეგია იქნება დამოუკველი. ერთიანი რაღაცა ესეთი მიუვარდნა, ასე ვთქვათ, ხროვად ქცევა და ბრბოს ემით რა ქვია, ანუ გონების მიღმა, ინსტინქტური მოძრაობებით მცდელობა, რომ რაღაცას მივახციოთ. დღეს გვჭირდება გონიერი პროტესტი. გასაგებია, უბრალოდ რა ვქნათ ტაიმლაინს რა უკვე. აი, ტაიმლაინი გვაქვს, რაღაც დროში გაწერილი პროცესი, უკვე მომხდარი არის ფაქტი, ეხლა მიდის ამ ფაქტის გაფორმება, სავარაუდოდ გამოაცხადებენ ამ შედეგებს ლეგიტიმურად თვითონ. პარალელურად რაღაც სამართლოები იქნება, პარლამენტი შეიკრიბება, კენს უყრის და გვეყოლება ახალი პარლამენტი და ახალი მთავრობა. აი რაღაცა ამ ტაიმლაინზე დროში გვაქვს რაღაც მარკერები, რომლებსაც თუ შეუშლით ხელს შეუშლით და თუ ვერ შეუშლით, ნუ არა, მოდი, მაგიტომ გეუბნები უყურე, ტაიმლაინები რამდენიმე უნდა გქონდეს რა? პატარა, აი ბზიკის ნაკბენები, მე მესმის აი რაღაცა 2 წლიან, 1 წლიან, 3 წლიან იმაში სივრცეში რა, რომ აი ოღონდ ბოლოს მაინც მიდიხარ იქამდე, რომ მაინც ალყაში აღწევ ბოლო წერტილი ეგ არის და სადღაც მართლა არის ხუვლება, ვიხულოთ რომ თქვი, ანუ ან ეს არის, ან ამ ვიხულოთ შიშით მე რაღაცა დათმობები არის, მაგრამ აქ მზადყოფნა თუ არის. მე მგონია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა წარმოვიდგინოთ რა, ერთის მხრივ უნდა წარმოვიდგინოთ რაღაცა ეს მოკლე რაღაცა ისინი მიზნები, ხო და აი ეხლა რაღაცა 10 დღეში რაღაცა, მერე კიდე რაღაცა და ასე. მაგრამ უნდა გქონდეს მუდმივად გრძელვადიან იდეაზე ფიქრიც რა. სანამ არ დამთავრდება რეჟიმი, არ უნდა გქონდეს ერთი რაღაცა აი ამ მოკლე ხედვის მხოლოდ პერსპექტივა რა, გრძელვადიანი, როდესაც ხოლმე ვიფიქროთ და როდესაც ხოლმე ვისწავლოთ ეს გრძელვადიანი დაგეგმა, ხო? და აი ახლა ამის დრო, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დღეს აღმოვაჩინეთ ჩვენი თავი რეალობაში, სადაც
ანუ დიდი ალბათობით ვფიქრობთ და ვთანხმდებით, რომ დაჭირდება დრო. დაჭირდება დრო. ანუ ეს 10 დღეში არ დამთავრდება ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. 10 დღეში ეს მთავრობა უარს არ იტყვის თავის ბოროტებაზე, უნდა მოვემზადოთ ამისთვის და მზადება უკვე უნდა დააგვესყო გუშინ და ძალიან კარგია, ბევრმა დაიწყო, ვისაც არ დაუწყია, მზადება უნდა დაიწყოს დღეიდან. კი, ამ მოკლევადიან რაღაცა გამოწვევებს შეიძლება უპასუხოთ, არ ვიცი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უკვე გაკეთდა, ეს იყო ძალიან დიდი შეკრება, რომელმაც სოფლიოს დაანახა, რომ საზოგადოება ამ შედეგებს უპირისპირდება. საზოგადოება არ არის მზად მიიღოს ეს გაყალბება და ეს აღარ არის, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მორიგი გაყალბება, რომელსაც ისინი გაყიდიან როგორც საზოგადოებრივი, აი ნახეთ, ჩვენ წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ აქვს. ჩვენ დავანახეთ, რომ წინააღმდეგობის გამწევი არის ბევრი, ეხლა საჭიროა დაორგანიზება. ამ წინააღმდეგობის გამწევი ადამიანების მცირე ჯგუფებად და ამაზე ჩვენ თქვით, რომ კიდე ჩავწერდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ჩავწეროთ. უბრალოდ დღეს ეს კარვების იდეა რადგან დადგა, ნუ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე გვეპასუხა და მე მგონი კარგია, რომ ამ თემაზე რაღაცნაირად ყურადღება გავამახვილეთ რა. გრძელვადიანი აზროვნება, რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკარგოთ მოკლევადიანი რაღაცა მიზნები, მაგრამ აი ეს იდეა, რომ ერთბაშად წამოვიწყოთ რაღაცა დიდი, რომლისთვისაც ეხლა შეიძლება მზად არ ვიყოთ და მე ჩავფლავდეთ ამ დიდში, იქნება სრულიად კატასტროფული ამბავი. რა უნდა გავაკეთოთ? აი, მოდი ამაზე ვიფიქროთ ზოგადად მომავლისთვის, რა უნდა გავაკეთოთ? მე ამის მომხრე ვარ რა. ტიპი უნდა მიხვდეს, რომ მეტფულს დაკარგავს, ვიდრე მოიპოვებს. ანუ აი რაღაცა ეგეთი არჩევანის წინაშე უნდა დადგეს. აქვს რაღაცა არხები, რესურსები, კანალები, შემოსავლები, საიდანაც იღებს ამ რესურსს და შენ იდეაში რუსთაველზე კარვების ჩადმით ამ რესურსს ვერ უკეტავ. ანუ მართლა ალყაში ვერ აკავს, ხო? მაგრამ ის ფუნქცია, რა ფუნქციას მაგალითად შუა საუკუნეებში ალყას ჰქონდა, ხო? აი ლოჯისტიკური ხაზების გადაკეთვა და არაფერი შეშვება და გამოშვება. დღეს ცოტა შეცვლილი არის და დღეს ეს გადის არა საჭმლის შესვლაში გამოსვლას და წყლის მიწოდებაზე და შეწყვეტაზე, არამედ ფინანსური ნაკადების გადაჭრა არ გადაჭრაზე. მისი პარტნიორების შიშზე, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, სატვირთო ვერ გაიაროს და ვერ გამოიაროს და ასე შემდეგ. აი რაღაცა არის რის ფუნქციასაც, რისი ჰაბის როლიც აიღო დღეს საქართველოს და თუ აი ამ ჰაბის როლი, როგორც აი ამ ტვირთების გამტარებელი, აი ამის როლი შეიძლება სადღაც შეასუსტო, აი აქ იქნება ის წერტილი, აქ იქნება ის მომენტი, რაც რეალურად ალყას წარმოადგენს და ალყის ფუნქციას ასრულებს, რომ მოწინააღმდეგეს, ანუ გადაუკეტო ყველა წყარო და უბრალოდ ბოლოს უნდა დაგნებდეს რა. შეიძლება ესეთი რაღაცეები არა სიმბოლურად, არამედ საჩვენებლად გააკეთო. შეიძლება ერთი დღით გააკეთო. უბრალოდ საჩვენებლად, რომ აი ჩემი მზადყოფნა ასეთია და მე ამაზე წამოსვლელი ვარ. ესეც შეიძლება, მაგრამ ნუ რაღაც ისეთზე უნდა ვიფიქროთ, რაც აი ამ მტაცებელა ბიზნესმენა ტიპისთვის აი სასტორის როლში ასრულებს და არჩევანის წინაშე დააყენებს რა. მარტო სანქციები არ კმარა, სანქციებით იქეთაც ახერხებს. აუცილებლად, კი, ეგ არის მთავარი გამოწვევა, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა წინააღმდეგობის, რომელიც ამ ტიპებს გაუძვირებს არსებობას, რომელიც ამ ტიპებს გაუძვირებს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას და გაუძვირებს იმდენად, რომ უბრალოდ აზრი აღარ ექნება მათთვის იქ ყოფნას, სადაც არიან. გაცილებით უფრო ეფექტური მგონია პატარა მტკივნეული მთელს ქვეყანაში გაშლილი კამპანიები, ვიდრე რაღაცა კარვების ქალაქზე ახლა გონების და რესურსების კონცენტრირება და კი რა ვიცი, სიმბოლურად შეგიძლია სადღაც რაღაც კარავი დადგა და თქვა, მაგრამ ნუ ეგ სიმბოლოც ვის რაში გჭირდება, რომ ანუ მართლა ამ წუთისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მგონია დავაფიქსიროთ გამარჯვების ფაქტი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვთქვათ, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ, ანუ საერთო ჯამში მიიღო სადღაც 40%-მდე შედეგი,
და აი ეს დანარჩენი რაც არის ნაყალბევი ხმა, ნაძალადევი ხმა, ეს აუხსნათ ადამიანებს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ბევრს შეიძლება კარგად არ ესმოდეს, ჯერ ეხლა დგება ეს მონაცემები, ეს სურათი ეხლა დგება, როგორ გაყალბდა არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავაგებინოთ ძალიან ბევრს, ანუ შიდა ლეგიტიმაცია საბოლოოდ უნდა დაკარგოს ამ რეჟიმმა და ყველას, ვინც ემსახურება ამ რეჟიმს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ისინი დაყაჩაღებული ხმების რაღაცა მონები არიან, დაყაჩაღებული ხმების ესე იგი პირობებში ახერხებენ ამ არსებობას, თავისი რაღაცა პოზიციის, სტატუსის შენარჩუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს და გარედან ლეგიტიმაციის ჩამოშლა. ანუ გარე ლეგიტიმაციის ჩამოშლაც მნიშვნელოვანია, რომ თქვათ ეს საერთაშორისო და განსაკუთრებით ეს დასავლური ინსტიტუტები, ხო, რომელზეც ვაპარაკობთ, ამ ინსტიტუტებმა ძალიან კაფიოდ თქვა, რომ ჩვენთან არჩევნები გაყალბდა. ამის მერე, აი გაგიკვირდება და მე მგონი შევდივართ უკვე სერბეთის 96-2000 წლიან 2000 წლების აი ამ სპირალში. არალეგიტიმური მთავრობა და გრძელვადიანი უკვე კამპანია რეალური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც უპირისპირდება სადღაც 3000-მდე სუსის ღია და ფარული ჯაშუში, ცდილობს რომ გამოუთხაროს ძირით, ცდილობს რომ მოახდინოს მისი დისკრედიტირება, ცდილობს გააჩეროს და ეს კამპანია ახერხებს ამას უპირისპირდება ამის ყველაფერთან, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის გათვალისწინებით თავის მცირე მიზნებს აღწევს, კომუნიკაციას ახერხებს საზოგადოებასთან, ინარჩუნებს პროტესტის მუხტს, რომელიც რაღაცა მომენტში გარდაიქმნება და გახდება ამ მთავრობის, ასე ვთქვათ, დამხობის წინაპირობა. იმიტომ რომ ეს მთავრობა ლეგიტიმური ვერ იქნება. ეს კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, უბრალოდ მთავარია ამ იდეას გავიაზრებთ, ამ იდეას ვაქცევთ, ასე ვთქვათ, საყოველთაოდ გაცნობიერებულ იდეად თუ ვერა, თუ მივიტანთ ამ ინფორმაციას ყველაზე პასიურ ინფორმაციის მომხმარებელთან თუ ვერა, თუ მივიტანთ, ხო, მაშინ ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ფრონტი გაიშლება სამოქალაქო კონსტიტუციური უფლებების დაცვის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებისთვის, იმიტომ რომ მთავრობა კონსტიტუციური წესრიგიდან ამ არჩევნებით საბოლოოდ გავიდა. კი ბატონო, მაშინ მაგას უნდა ჩავაჭიროთ ბოლომდე, უბრალოდ სერბეთისგან განსხვავებით. აი, სწორი მაგალითი არის, ოღონდ რაღაც დიდი და შეიძლება ფუნდამენტური სხვაობაც იყოს რა. ფუნდამენტური სხვაობა ის არის, რომ მაშინ სიტყვაზე ნატო იყო ძალიან აქტიური და ძლიერი და ზოგადად დასავლეთი იყო ძალიან აქტიური და ძლიერი და ურდო მიჩუხანებული იყო თავის თვლის იჯდა რა. ჯერ კიდე ძალის მოკრების, ასე ვთქვათ, ფაზაში იყო და ჯერ ვერ აკეთებდა ისეთ სვლებს, რა სვლებსაც ეხლა აკეთებს და ეხლა უბრალოდ პირიქით გვაქვს, რომ ურდო არის შეტევაზე გადმოსული, ამ შეტევის ინერციას ვერ იტყვი, რომ იკლებს ინერცია, არამედ პირიქით რაღაც მომენტებში საშროებაც კი არის, რომ შეტევის ინერციას იმატებს და რაღაც ეს ნატო და დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო ცოტა ვერ ვიტყვი, რომ მისუსტებული, მაგრამ აი ნოკაუტთან მიახლოვებულ შთაბეჭდილებას მიტოვებს მე და ანუ მინდა ვივარაუდო, რომ ეს სწრაფად რაღაცა ადრე თუ გვიან, ანუ მაგრამ მოკლე დროში, ასე ვთქვათ, აღიდგებს სწორობას და ისიც გადმოვაშორებს. აი ეს არის რა, მაგრამ აი ხო, ანუ ჩვენ ხო გვესმის, რომ ეხა ბევრი რაღაცა იცვლება. ეს ყველას კარგად უნდა უესმოდეს, რომ ბევრი რაღაცა იცვლება, რომ ბევრი რაღაცა ჩვენს გარშემო, ბევრი პროცესია და ამაზე სულ ვამბობთ, რომ ამ პროცესებს აქვს გავლენა ჩვენ აზროვნებაზე, მუდმივად ეს თავში გვაქვს, მუდმივად ამის, ასე ვთქვათ, რეფლექსიას ვცდილობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ აი ახლა არის დრო, რომ დავკონცენტრირდეთ, დავფიქრდეთ ჩვენს რეალურ შესაძლებლობებზე, თითოეული ჩვენგანის რეალურ შესაძლებლობაზე და ვცადოთ აი ამ შესაძლებლობის ფარგლებში წარმოვიდგინოთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი აქ არის პრობლემა, გამიგე, აქ ემართება ხალხს უკვე უმწეობის განცდა, რომ აი მე ერთს რა შემიძლია, სინამდვილეში ბევრი შეგვიძლია, როგორც ერთს, ისე პატარა მცირე ჯგუფს, ისე ცოტა უფრო მოზრდილი ჯგუფს და ისე საერთოდ თელს სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის რიცხვიც დღეს, ანუ სადღაც
ამორჩევლის, აქტიური ამორჩევლის ოცნების წინააღმდეგ არის სადღაც 800.000 და აქედან კიდე აქტიური, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ არის სადღაც მეოთხედი, სადღაც 150-დან 200.000-მდე ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი ძალა, მაგრამ ამ ძალას სჭირდება გაერთიანება, დაორგანიზება და აი ამაზე უნდა გქონდეს მიმართული დღეს მთავარი ფიქრი. ამასობაში ჩვენი დროც გადის და მინდა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს შევახსენო, დაალაიქონ, გამოიწერონ და რა ვიცი, გავაგრძელოთ ერთად საუბარი, ერთად დისკუსია ამ თემებზე, იმიტომ რომ დღეს სწორედ ეს ამის დრო არის გააზრების, დაფიქრების, მოხარშვის, ამ რეალობის გადახარშვის და ახალი სამოქმედო რაღაცა გეგმის ჩამოყალიბების, რომელიც დაცლილი იქნება სპონტანურობისგან, ნაკლებად სპონტანური იქნება. ხა საქართველოს რეალობაში მთლად დაცლაზე ალბათ ვერ ვილაპარაკებ. რაღაც სპონტანურობის ელემენტი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ნაკლებად სპონტანური, მეტად გააზრებული. ო, ეგ არის, რავი, რაღაცების თქმა მინდოდა, მაგრამ ალბათ შემდეგ შეხვედრაზე ჯობია რომ გადავიტანოთ რაღაცები, იმიტომ რომ დროში ვერ ვეტევით და ხო, რავი, გემშვიდობებით, გემშვიდობებით, ხო, უკეთია, გამოიწურა. მე მგონი კი შეგვიძლია უკვე დროც შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.